მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას შეკითხვაზე, თუ როგორ განვითარდება თქვენი პირადი ცხოვრება მომდევნო 3 თვის ვადაზე. ეს გაშლა არის უფრო მეტად მარტოხელა ადამიანებისთვის, ვინც ახლა თავისუფალი ხართ და ეძებთ პარტნიორს. მოდი იყოს რამდენი ვარიანტი? 3. 3 ვარიანტი იყოს. პირველი, მეორე, მესამე. მესამე არ ჩანს. აი ესე. რატომ აქ ეს ძალიან? აი ხო, აი ესე ჩანს. კარგით. პირველი ვარიანტისთვის იყოს სელენიტის გული. მეორე ვარიანტისთვის იყოს ლაზურიტის ქვა. იმის დარვის ხელებში და ვერ ვაჩერებ. და მესამე ვარიანტისთვის იყოს ამეთვისტო. პირველი, მეორე და მესამე. აბა რა ხდება პირველ ვარიანტთან დავიწყოთ. ამ ვარიანტებს და გავწერთ. ვინ ჩაიფიქრეთ სელენიტი. პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტში რატომაც რჩება ეგეთი შთაბეჭდილება, რომ შეიძლება ძალიან წუნი ადამიანებს უყურებდე. თითქოს გგონიათ, რომ თქვენი შესაფერისი ჯერ არავინ არ არის. ნუ ახლა შეიძლება ობიექტურებიც იყოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარტივად არავის არ უშვებთ თქვენ ცხოვრებაში და ყოველ შემთხვევაში გაქვთ ეგეთი განცდა, რომ თითქოს თქვენი შესაფერისი ეხლა არავინ არ არის და ამიტომ რაღაცა მაქსიმალურად ყოველას თავიდან იშორებთ, ყოველას თავიდან ირიდებთ და ხართ რაღაცა ეგეთ რეჟიმზე, რომ ეხლა თავი დამანებეთ ყველა. 3 თვის ვადაზე რამდენად არის იმის პერსპექტივა, რომ თქვენთვის საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს ვინმე. ნუ ესე კონკრეტულს ვინმეს აქ არ იფიქრებთ. თვის ვადაზე. თვის ვადაზე გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ბევრი წელია იცნობთ და დიდი ხანია მოწონხართ, მაგრამ თითქოს თქვენ რო არ აძლევთ შანსს. აი ეგეთი ადამიანი გამოჩნდება ამ პერიოდში. კი ბატონო. ოღონდ გამოჩნდება ისე, რომ თითქოს განახეთ თავის რაღაცა მომავლის გეგმებს, მიზნებს, გეუბნებას, რომ თავის მომავალში თქვენც მოგიაზრებთ და რაღაცა ეგეთები. მაგრამ თქვენ რაღაც ეს საინტერესოდ ხართ განწყობილი. სხვათა შორის ამ ურთიერთობას აქვს პერსპექტივა. აბა ვიკითხოთ, რა მოხდება თუ ამ ადამიანს შანსს მისცემთ. ჯერთ პერსპექტივას და მგონია, რომ ეს ადამიანი არის ძალიან კონკურენტუნარიანი და საკმაოდ დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ თქვენს გარშემო სხვა ადამიანები თუ არიან, ჩამოიშოროთ ყველა და ყველაფერი და მარტო ეს ადამიანი იყოს თქვენ ცხოვრებაში, ცოტა ეჭვიანობის მომენტებიც შეიძლება რა გქონდეს. მოდი ვიკითხოთ, თუ კი ამ ადამიანს შანსს მისცემთ, როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა, რა პერსპექტივა აქვს. სხვათა შორის ახლა მე რო აქ ვყურებ, მგონია, რომ
საკმაოდ ისეთ ჩამოყალიბებული და შემდგარი ადამიანი უნდა იყოს წესით და რიგით. უბრალოდ აი თქვენთან რომ მოდის ისე იბნება და ისეთ პატარა ბავშვებით იქცევა, რომ მე თქვენ ვერ ხედავთ იმ პოტენციალს, რაც ამ ადამიანს გააჩნია, მაგრამ მისი ეს დაბნება და ცოტა ბავშვური ქცევები გამომდინარეობს მისივე ემოციებიდან. იმიტომ რომ იბნება, როცა თქვენთან არის, ხო? როგორც ესეთი ურთიერთობის პერსპექტივა მე მგონია რომ ამ ადამიანს შეუძლია რომ შეგიქმნათ კომფორტი. უბრალოდ ერთგვარი რჩევაც არის რომ თუ შანს მისცემთ ამ ადამიანს ურთიერთობა იყოს რაღაცა პერიოდი მაინც გასაიდუმლოებული და ესე თავიდანვე და მარტივად თქვენი ურთიერთობის აფიშირება არ მოახდინოთ გარშემო მყოფებთან, ანუ რაღაცა პერიოდი გქონდეთ გასაიდუმლოებული ურთიერთობა, ხო? რატომღაც ეგეთი პასუხი არის დღეს დაროსგან პირველი ვარიანტისთვის. დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის უნდა შემეხმიანოთ ნომერზე 511 14 91 78. ასევე ალაიქებთ ვიდეოს და აკომენტარებთ. ეხლა მეორე ვარიანტთან ლაზურიტი, ვინც ჩაიფიქრეთ. ამ ვარიანტთან რატომღაც მგონია რომ სამსახურებრივი რომანი თუ არა თქვენი რომელიმე კოლეგა მინიმუმ შეიძლება ცდილობდეს თქვენს მოხიბლას ყოველ შემთხვევაში დაინტერესებულია თქვენით და სამთვის ვადაზეც რატომღაც მგონია რომ ეს ადამიანი თავის გრძნობებსა და ემოციებს ღიად და პირდაპირ გამოხატავს თქვენთან მიმართებაში. კი ბატონო, ნამდვილად. მიდასტურდება. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება თქვენს გქონდეთ ეჭვები იმის შესახებ, რომ თქვენ მას მოწონხართ და თითქოს ელოდებოდით კიდეც, აი, როდის იტყოდა ეს ადამიანი ამას და როგორც ჩანს, სამთვის ვადაში მოახერხებს ეს ადამიანი და იტყვის რეალურად თავის მდგომარეობას ახსნის. სხვათა შორის თქვენ ორივეს კაცრავად ერთმანეთზე ინფორმაციები გაქვთ საერთო ნაცნობობის წრიდან. ანუ თუ თქვენს დაინტერესებული ხართ მასზე ვიღაც საერთო ნაცნობი გყავთ და მისგან იგებთ ინფორმაციებს შესაძლოა და თუ არა და ეს ადამიანიც ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ იცოდეს რა ხდება თქვენ ცხოვრებაში მაშინ როცა თვითონ არ არის. საინტერესოა. რა პერსპექტივა აქვს თქვენ ურთიერთობას? მე ხა ძალიან ჩავყევი. ნუ საბოლოო ჯამში პერსპექტივა არის, რომ რეალურად გამოგივიდეთ ურთიერთობა და საკმაოდ ცეცხლოვანი და ბობოქარი ურთიერთობა იქნება, თუ კი
მიიღებთ ამ ადამიანს, მაგრამ იქნება ამ ურთიერთობაშიც თავისი რაღაც ესეთი ცოტა დაძაბულობები, ცოტა კონფლიქტებიც. იმიტომ რომ ორივე ხისტი ხასიათის ადამიანი ხართ. არც ერთს არ გიყვართ დათმობა და კომპრომისები. ორივე ძალიან პრინციპულები ხართ და ეს თქვენი ხასიათები შეიძლება რომ ცოტა აფუჭებდეს და ურევდეს ხოლმე ურთიერთობას, მაგრამ ჯერ მოვიდეს და მერე მოიფიქრე გინდათ თუ არა ამ ადამიანისთვის შანსის მიცემა. კარგით, მეორე ვარიანტს ახლა დაგემშვიდობებით. მივესალმები მესამე ვარიანტს. და აბა ვნახოთ, რა ხდება. სხვათაშორის უნდა გითხრათ, რომ აი ზუსტად ამ კითხვაზე წეღარ ვაკეთებდი გაშლას, რომელიც ვიდეო კი ჩავრთე რომ გადაეღო. და რაღაცა პერიოდი იღებდა კიდეც, მაგრამ გაწყდა და მე იმდენი ვილაპარაკე, მაშინაც სამი ვარიანტი მქონდა გაკეთებული და მესამე ვარიანტი იქაც ძალიან ტრაგიკული იყო. ეხლაც რაღაცა ძალიან დიდი კონფლიქტები და დრამატულად დასრულებული ურთიერთობების გამოცდილება უნდა გქონდეთ წესით და რიგით. რა ხდება თქვენთან სამი თვის ვადაზე. მესამე ვარიანტი. გავიგე. ნუ მესამე ვარიანტთან დასაწყისშიც თქვი და ეხლა ვსახი რომ სავარაუდოდ თქვენ საკმაოდ ესე რთულად დაასრულეთ თქვენი წერა ურთიერთობა, ნუ კონფლიქტით, ცრემლებით, წივილით, კივილით. ნუ არ არის ხა აუცილებელი მაინც და მაინც ნივთები გესროლოთ სახეში ერთმანეთისთვის, მაგრამ ნუ თქვენთვის იყო რაღაცა ძალიან ესეთი უცაბედი და მოულოდნელი, რომ აი ეგეთი გადაწყვეტილება მიიღეთ რა. ეხლა რაც შეეხება სამი თვის ვადაზე, სხვათა შორის მგონია რომ ვიღაცა მოდის შერიგების თხოვნით. მოდის ესეთი საკმაოდ ტრადიციული შეხედულებების მქონე, შეიძლება რელიგიური ადამიანიც იყოს, თქვენზე ასაკით უფროსიც იყოს, მაგრამ ეს ძალიან თავდაჯერებული, ძალიან ცეცხლოვანი, ესეთი შემოვარდება თქვენ ცხოვრებაში. შემოვარდება და დაგელაპარაკებათ იმაზე, რომ უნდა ურთიერთობის შეცვლა, ტრანსფორმაცია, რომ მისცეთ ერთი შანსი. დაგიწყებთ იმის ახსნას, რომ იცით, ჩვენ გვაქვს რაღაცა ერთად მომავალი და მთელი რაღაცა ეს ამბები. ნუ ყოველ შემთხვევაში სხვათა შორის არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამ ადამიანს თქვენთან დაქორწინება უნდოდეს. ეგ ვარიანტიც დავუშვით. აბა რომც მისცეთ ამ ადამიანს შანსი. რა პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას? არ ჩემეზით ღირს რო სცადოთ, იცით? ეხა გრესაც უყურებ, გაქვთ შანსი. თქვენ რა, ნუ ზოგადად თქვენს ურთიერთობას. კი ბატონო. ნუ აკნები დამიცვიდა, მაგრამ ისედაც ვაპირებთ დასრულებას. მოკლედ, მესამე ვარიანტთან რამდენადაც ესე დრამატულად დაიწყო გაშლა, იმდენადვე პოზიტიური პასუხი აღმოჩნდა საბოლოოდ. შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ ნომერზე 511 14 91 78.
ეხლა დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.